ეს ვიდეო ჩემს გეგმაში უნდა ყოფილიყო ყველაზე ენერგიული და საწყისით რაც გადამიღია აქამდე, მაგრამ არ გამოდის. დილის 7 საათი არის მოგვიანე მატარებლის სადგურამდე მისვლას, იმიტომ რომ საქართველოს მონაკვეთა ნაკრებთან ერთად მივდივარ ბათუმის მიმართულებით და პლუს ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები ეთამაშება ამერიკას 8 ნოემბერს. შესაბამისად, ეს ვიდეო იქნება რაგბიზე თავიდან ბოლომდე. ხა მატარებელში რა ამბავი იქნება, მაგას განახებთ აწილს, იმიტომ პლუს მაგას განახებთ ვარჯიშის კადრებს, განახებთ პრეს კონფერენციას, მოკლედ ყველაფერს, რაც კი შეიძლება ერთი თამაშის გარშემო გადაიღო. ვიქნები ბათუმში 4 დღე და ბათუმშიც ვეცდები რაღაცები განახოთ. არ ვიცი ხა ბათუმში რა უნდა განახოთ, რაც არ გინახოთ, მაგრამ ვეცდები. მინიმუმ ერთ ლოკაციას განახებთ, სადაც შეგიძლიათ ძალიან კარგად ჭამოთ, ვისაც მსგავსი კერძები გიყვართ. მაგას მოკლედ ვიდეოს განმავლობაში ნახავთ. ამიტომ ბოლომდე გამოყვებით, არხი გამოიწერეთ და სარიცხილაკიც გააქტიურეთ. სპონსორებს და რაღაცეებს უკვე სასტუმროდან გეტყვით, წავედი. გამარჯობა. მოვერით მეგობრებო, სასტუმროში ვართ უკვე, საკმაოდ კარგი სასტუმრო არის, პატარა ოთახი, აშკარად ახალი სასტუმრო არის ეთყობა და ეგეთი კმაყოფილი კაი ხანი არ ყოფილა, ეხლა რა ხდება. მელოდება ჩემი მეგობარი, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახო და უნდა ვჭამო და ვიდეოს დასაწყისში რო გითხარით, რომ კარგ ადგილს გაგიზიარებთ, მეთქი, სადაც მოსვლას და ჭამას გირჩევთ, იმიტომ რომ ვინც ახლა ბათუმში ჭამონის ყველა რა თქმა უნდა აჭარულებს ჭამს და ასე შემდეგ, მე მაგით ვერ გაგაოცებთ და ვერც გირჩევთ, იმიტომ რომ ყველას თავისი აზრი აქვს მაგ ნაწილში, თუმცა განახებთ იმ ადგილს, სადაც ბათუმში ჩამოსვლასაც ერთხელ მაინც მივდივარ. მანამდე სასტუმროს დაგათვალიერებინებთ, როგორც ყოველთვის პატარა რუმტური გავაკეთოთ და მერე უკვე დავიძრათ ჭამოთ. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე. აგერ ბატონო, მშვენიერი. აი გავწვევი 2 საწოლზე, რა ვიცი. ვერ გამაღვიძებს ვერავინ, დღეს ისეთი დაღლილი ვარ, ტელევიზორსაც ჩავთავ. რაც თავარი არის, ხედი მაქვს ძალიან კაი. სასწაული ხედი მაქვს, ზღვის. მშვენიერი. რა ვიცი, ეგ არის. მე ყოველ შემთხვევაში მყოფნის და ძალიან მომწონს. და ამ შვენიერი ხედის ფონზე მინდა პატარა რაღაცა გითხრათ, მოკლედ სპონსორი გახდა საქართველოს მონაკვეთა ნაკრების კროკო. შესაბამისად ეს ვიზიტი გამოწვეულია ამ ყველაფრით, რომ კარგი კონტენტი გავაკეთოთ და თქვენ გაგიზიაროთ და ისიამოვნოთ ამ ყველაფრით. შესაბამისად კროკობეთის სოციალურ ქსელებში და კროკოჯის სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი. მე კიდე პატარა ბლოგს გადავიღებ, ჩემს ჭიას გავახარებ და თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებ, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, სარიცხილაკი გააქტიუროთ და თანამშრომლობთ, ვიყოთ ერთად. ბოლო ვიდეოებს ვინც უყურეთ, კარგად გემახსოვრებათ Urban Sport, რომელიც სპორტულ ტანსაცმლსა და აქსესუარებს ყიდის, ამ კომპანიამ გადაწყვიტა რომ ჩვენთან იყოს ძალიან დიდხანს, გვემეგობროს დიდხანს. მინიმუმ ნოემბრის თვეში დაგეგმილ ყველა კონტენტში იქნება Urban Sport. Urban Sport არის სპორტული ტანსაცმლის მაღაზია, ასევე აქსესუარები აქვს სპორტული. შესაბამისად შეგიძლიათ კაპანელის 6 ნომერში მიხვიდეთ და ფასზე და ხარისხზე ვარ პასუხისმგებელი. თუ რამე არ მოგეწონებათ, არც მომწერეთ პირადად, მე Urban Sport-საც არ მიწეროთ, რა ვიცი. ეგეთი შეთანხმება გქონდეს, მოკლედ. მადლობა Urban Sport-ს, მადლობა კროკოს, იმიტომ რომ ეს სასტუმრო რო არა, სავარაუდოდ თევზის ბაზარში მომიწერა დაძენება. რაღა დავჭე, ხო, წავედით ახლა ნახოთ ჩვენი მეგობარი და ვჭამოთ, განახეთ იმ ლოკაციას, სადაც ბათუმში ყოფნის დროს ერთხელ მაინც უნდა მიხვიდეთ. ნუ, ჩემი აზრით. გამოსული ვარ ბათუმის ქუჩებში და ტაქსი უნდა მოვიდეს ბათუმის ოფისამდე მივიდე კროკოს ოფისში, სადაც არის და შემდეგ უკვე გადავალთ საჭმელად. მაგრამ ისეთი საცობი არის, რომ არ ვიცი. გამარჯობა. მოკლედ ეს არის თურქული რესტორანი, სადაც თურქული საჭმელი მზადდება. ლოგიკურა, მე და როინი, რომელიც კარში იყო, თამაშობსაც ყოველთვის მივდივართ, იმიტომ რომ მგონია რომ თურქებს იდეალურად აუთ ხორცი დამუშავებული და ძალიან გემრიელი არის.
არ ვიცი ეგეც გერმანების ამბავი არის, მაგრამ ერთხელ რო ჩამოდიხარ, მოჭოლი და ჭამურა. აჭარული სავი არ მქონდა ხა დღეს, მაგას ხვალ შევჭამდა. ასე რა ერთი კაი 4 დღე კი ვარ აქეთ. ეხლა გავდივარ ბულვარში და ეგ კადრები იქნება და სავარაუდოდ დღეს დავასრულებ ამით, იმიტომ რომ არაფერი დაგეგმილი არ მაქვს ეგრე რა. და ნელა ჩემი სასწაულისკენ წავა. ბოდიალში მოვედით ნურის ტბას, რომელსაც რაღაცნაირად სევდიანი ისტორია აქვს და მაგასაც მოგიყვებით, მაგრამ ანამდე განახებთ ნაოსნობის სავარაუდოდ ფედერაცია ბავშვებს ავარჯიშებს, იმიტომ რომ ინდიაში აქამდე ნანახი არ მქონდა ეგ ამბო. ტერიტორიულად ეს ტბა არის მერიოტსა და ჰილტონს შუა ჩათვალეთ, საკმაოდ ცენტრალურ ადგილას არის და ნურის ტბა რატო ქვია, მაგასაც გეტყვით წლების წინ ამ ტბაში დაიხრჩო ბავშვი, რომელსაც ნური ერქვა, ეგ არის ლეგენდა და დედა ყოველდღე დადიოდა ამ ტბასთან და ეძახდა ნური გელიო რა მოკლედ და მას შემდეგ ნურის ტბა არის მოხსენიებული ყველგან და ეს ტბა ინდიაში თავიდან რაღაც 19 საუკუნის დასაწყისში იყო ჭაობიო, ეგრე არის ისტორიის წიგნებში მოხსენიებული და შემდეგ ნელა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ასე შემდეგ მაგ ორგანიზაციებმა გადაწყვეტეს რომ ტბა ყოფილიყო და არის კიდეც როგორც გითხარ საკმაოდ ცენტრალურ ადგილას მაგ სასწაულში შესაბამისად ყველაფერი არის აქვე რაც ძალიან კარგი არის. ახლა წავალთ განახებთ ილია თოფორიას და მე სასწაულში უნდა ავიდე რაღაცები მაქვს გასაკეთებელი სამსახურის ნაწილში. სახლში ვართ მოკლედ სახლში რა სასტუმროში არის 5 საათი და ძალიან ვარ გაიწელოს პირველი დღის ვიდეო, ამიტომ დამთავრდება აქ პირველი დღე. ხვალ რაღაცები არის დაგეგმილი, მაგასაც გადავიღებთ. ზეგ უკვე ვარჯიში არის მონაგბეების და მაგასაც განახებთ და 8-ში თამაში არის და ხომ თამაშიდან გვექნება ყველა საინტერესო კადრი. ჩემს უკან ხედავთ, რომელზეც არის გაფენილი და პლუს რა კაი ხედი არის ზედ. მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ Urban Sports ჩვენს პარტნიორს მინიმუმ მომდევნო 3 ვიდეოში. Urban Sport-ი არის შეგახსენებთ სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია. კაპანელის 6 ნომერში თბილისში მდებარეობს ეს მაღაზია და შეგიძლიათ როგორც ადგილზე მიხვიდეთ, ასევე სოციალურ ქსელებში მიწეროთ, ეს ლინკები ყველაფერი იქნება აღწერაში. და რა ვიცი, მადლობა კროკოს რომ ქართულ სპორტს ბოლომდე მხარს უჭერს და მეც მაგის ნაწილი ვარ და ასეთ რაღაცების გადაღების შესაძლებლობა მაქვს. ვინმე ხო არ მისმენს გიჟი არ ვეგონო. კაი, ეხა რა შეიძლება დაგიტოვებთ ბათუმის კადრებს, რომელიც ჩემმა მეგობარმა მათხოვა. მანამდე თქვენ არხი გამოიწერეთ, სარისგლაკ გააქტიურეთ და მოკლედ ვიმეგობროთ, მეგობრებო. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბათუმში გამართავს ორ შეხვედრას. უნდა მითხრა ის ქვეყნები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს მორაგბეთა ზონაში. ამერიკის და კანადის. სწორია პასუხი ჩვენგან 2 ბილეთია. აბობა ჩვენგან 2 ბილეთი. ამერიკის შეერთებული შტატები. აბობა ძალიან დიდი ჩვენგან 2 ბილეთი. გამარჯობა ჩვენ ბიჭებს. ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო. აბობა ძალიან დიდი ჩვენგან 2 ბილეთი. გავიან გამოვიარეთ, გავათამაშეთ რამდენიმე ბილეთი, ხალხი გავაბედნიერეთ, გავახარეთ და შევხვდებით შაბათს 4 საათზე აჭარებით არენას. საკმაოდ ემოციური მიმართვა იყო და მოკლედ 8 ნოემბერს ეს ვიდეო არ იქნება დადებული მაგრამ ვინც იყავით მადლობა. კიდევ ერთხელ დილონშვიდურისა მეგობრებო, ულამაზესი ხედის ფონზე. კარგად ნახეთ. დღეს მივდივართ სტადიონზე, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამერიკას დაუპირისპირდება. დღეს აქვს კაპიტნის ვარჯიში, შესაბამისად მედიისთვის 15 წუთი ხია იქნება ყველაფერი და გადავიღებთ ამ ყველაფერს პლუს ფორმეტისკენ სადღაც დაახლოებით მწვრთნელის და მორაგბეების კომენტარები იქნება, ჩასაწერი მედიისთვის იქნება ხია ეგეც და შესაბამისად კაი რაღაც უნდა გამოვიდეს რა. მოკლედ წავედით ახლა. ხვალ თამაში არის, კი იცით, ნუ ამ ვიდეოს რო ნახავთ უკვე 8 ნოემბერს თამაში არის. ვარაუდობენ რომ სადღაც 10 ან ცოტა მეტი 1000 ბილეთი არის
გაყიდული და შესაბამისად სტადიონის მგონია რომ მაინც იქნება რაც სარაგბო ზეიმი პლუს ამას ფანზონა, ფანშოპი და ბევრი გასართობი აქტივობა არის გარეთ დაგეგმილი და საინტერესო დღე იქნება შესაბამისად. იქ ვიქნებით ჩვენც. ხო და არხი გამოიწერეთ ახლა მე სანამ წავალ და ნინიაშვილს ამ ვიღაცების ჩავწერთ და მე მაგას თქვენამდე მოვიდა. პლუს არის ყველაკიც გააქტიურდით ბარემ. Yeah, no, we've had a good training week. It's not been as long as we'd like because we obviously lots of guys just arrived later in the week because of the French clubs. But we're well organised, great stadium, weather's lovely, great surface, and we're ready to play. დასრულდა მოკლედ მეგობრებო ვარჯიში. წვნელმაც და კაპიტანმაც კომენტარები გააკეთეს და ყველაფერი რიგზია, მედია აკრედიტაცია აქ არის. ეხლა წავიდი და დაპირებული აჭარულები გავაგემოვნოთ. ChatGPT-ს კითხე რომ აი აჭარული სად შეიძლება ვჭამო თქო, მაგრამ ისეთი ლოკაციები მითხა, სადაც ნამყოფი ვარ და სადაც ავარავდოთ თქვენც ნამყოფი ხარ და ყველაფერი იცით. ამიტომ მე ავარჩევ ცოტა განსხვავებულს და ახალ სადაც არ ვარ ნამყოფი. მოკლედ სასტუმროსთან ახლოს ნახე რესტორანი საზანდარი, რომელსაც აქვს კარგი შეფასება და არის 12:29 და ნახოთ რამდენ ხანში მოიტანა. ყოლა ეგრევე შევუკვეთე და ყოლა მოვიდა იმ წამსვე და ნახოთ აჭარულს რა დრო დაჭირდება. და სანამ აჭარული მოვა მე დროს არ ვკარგავ და ქეფქაჩი რაღაცებს ავაწყობ ამასობაში და ამდენ რაღაცას ვაკეთებ და არხი გამოიწერეთ თქვენ კაი ხალხო. 10 წუთში მოიტანეს ხალხო, ახლა გემოები ვნახოთ და დანარჩენი რავი 10 წუთი არის იდეალური. ძალიან კაი იყო ხალხო ამ რესტორანში მსგავს აჭარულ მართლა არ ველოდი და რავი 10-დან 8 რა. ასე იყო ჯამურად აჭარული და კოკა-კოლა 17 ლარი. გირჩევთ აქ მოსვლას თუ ჩემი აზრი გაინტერესებს. ასეც ადეკვატური არის და მართლა ძალიან გემრიელი იყო. აი ხედავთ, მინა აი არ დავტოვე არაფერი. რაღაცები დავთვალე არასწორად, იმიტომ რომ აშკარად 28-მდე გადავიხარ. მაგრამ ნუ ძალიან გემრიელი იყო მართლა რესტორან საზანდარში მოხდა ეს ყველაფერი და ბავშვები მესალმებიან. ცნობენ ხალხდებით. გირჩევთ რესტორან საზანდარს. წავედი ახლა მე და ხანი დავისვენო. ხვალ უკვე თამაში არის და თამაშიდან დაგიბრუნდებით. მატჩის დღემშვიდობის ამ მეგობრებო, ლარის დილის 10-ის ნახევარი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 საათიდან იწყება აქტივობები. თამაში არის 4 საათზე და მოკლედ ამ ყველაფერს გადავიღებ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, ჯერ უნდა წავიდეთ ვისაუბროთ. ვეცდები განახოთ რაღაცები, რას ვჯამ, როგორ იკვებებიან დილით ინფლუენსერები. მე უკვე დავიძრათ ნელ-ნელა სტადიონის მიმართულებით. ავერით მოკლედ სტადიონის მიმართულებით და წარმატებები პორტუგალოსნებს არხი გამოიწერეთ და მე ავიწყლად მოვაგებინე დღეს ამერიკასთან.
უკვე მე რამდენი ვლოგში მხედავთ, ლარი არაა გადახდილი. გული არა, თავარი კაცობა და ადამიანი. ამით დაიწყო ვლოგები? ნახე. ლიანად გადავ. ამერიკას წესით მარტივად მოუგებ. ვიზას მოგცემენ? დაჩქია შედეგი როგორი თუ გამანადგურებელი იყო ძალიან. კანადასაც მარტივად მოუგებ, აი იაპონიას არ. როგორ გაიმწადი? შორიდან უყურე. საწყალი თვალო. გამოიწადეთ არხი რომ შორიდან აღარ უყუროს წადებს. შემდეგ თამაშზე რომ ვიყიდოთ. მოლოდინები გაქვს ბატონო ბექალო გითხრათ. მაქვს მოლოდინო deep stage დავავარცხებ დღეს. დღეს შევჭამ. ამერიკელებს შევჭამ. კი. 7 წუთში დაიწყება ზუსტად. პირველი დაიმე დაიწყო მეგობრებო, თქვენ ხედავთ ახლა კადრში და ფილმები შესრულებულია, ყველაფერი მზად არის იმისთვის რომ მოვიგოთ. კომაგები გვაკლია, მაგრამ მგონია რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო შეივსება სტადიონი. გადაგზა განახევთ მაგ ყველაფერს. ლელოს დიდი ალბათობაა ძმებო. მეგონი არასრულ ერთ წუთში გავდივ. ვიდეოშიც ვამბობ, რომ კროკოზე დაიდება რაღაცეები თქო და ეხლა მაგაზე უმუშაობ მეგობარო რა. მაგარი მსრომელი ტიპი ვარ რა. და უსპონსორობა არის სირცხული არა. მართლა ხოლმე შეხედეთ. უგროვებ რამდენი წელია, უბრალოდ თავის გადარევების თუ. მინიმუმ დასაპატარავებელია მეგობრო. ანგარიში დავარს მოუჭიტებ ცალხელას ანგარიშის. აქ თავი გადაჭიმოლე. ანებ. 7 ფანი მყავს ადგილზე. ქალაქში სადაც ვერ გავდივარ მარტო. ჩულკან ვერ ვზომავ და დიდი წვერი გიჩას პროსტა. ესე კიდევ. ტექნიკის მაღაზიებს წერ, მაგრამ კაცი არ პასუხობს და ზუმერ და რაღაცებშიც არ მიწერია. პატარა კომპანიას მიწერე. იქ რო გახვიდე სადგურზე, მეურადებში. სავარაუდოდ მანდაც უარს.
რომელიმე ლომბარდი რო გამოგვეხმაუროთ კომპანიებმა არიციან როგორ ემუშაონ ან ვინმე თუ ხართ ევროპაში რამე თუ გაქვთ მოპარული რომ გამოვიგზავნო დავიწყეთ, არა და კარგად დავიწყეთ უბრალოდ და რთულად გააგრძელება. ეხა ბექამ დამიდასტურა რომ მე რამდენეო? მეგონი მე-15 არის ამერიკა და რა. ხო, ჩვენ ვართ მე-12. ბექა არის რაგბის ექსპერტი ამ არხზე. ენაცვალა. ეს ქორწილებს იღებს ეს ბიჭი თუ დაგჭირდათ? 40-ს გაუტანთ და ისინი ამდენს გაგვიტანენ არ ვიცი. ვერ შეეწინააღმდეგები იცნობს. Quanto é isso, mano? პირველი ტაიმი მოვიდეთ რუსთანებში 24 მეორე ტაიმში ყურია რომ მაგრამ მივაწოდით ამ თამაშს დიდი ანგარიში მოვიდეთ. ნაკრები ზოგადად მეორე ტაიმში უკეთ თამაშობს ხოლმე მე რაც მაქვს ნანახი. ან ამერიკა მას რაღაცები იგრძნო აშკარად და მოახერხა 24 ქულის გაკეთება, მაგრამ ტრამპა თუ არ დარეკა. დარეკილი აქ. პირველი ტაიმი ვაჩუკეთ ხა 24 ქულა არა პატარა. კაი, გადავერთოთ თამაში. როგორ ესე იზავ? აი ეს ხალხმა როგორია თუ გოგამუშაობს და იღებს ამ ბლოგებისთვის წვალოს მე ვარ რა ძირითადად რა უბრალოდ არაფერს არ მიხდის კიდევ ერთხელ ხალხს გავუსმო დაბალი ხარისხის ოპერატორი სხვა დაიქირავა რა 4 კა ჩემი მინიმუმი. დაშა ხის გარეშე წინ. აი! და 13-20.
it was a man running out your hands. Watch what happens when the people test you. გოგას ტექნიკა მიუხედავად უბრალოდ გაგვიხასიათე გოგა ძუძუმეა სამი სიტყვით. ცარიელი გული ეს უკვე ორი ცარიელი და გული. ხო და ზუგდიდი კარგი ცარიელი ამოვიღოთ გული ზუგდიდი და ხობი დავტოვოთ რაი გოგა ძუძუმეა გაგვიხასიათე სამი ასოთი ულამაზესი უდიდი თავიანი პატენტი მეგრელი აზე არ არის. მე დაგიხასიათებ გოგას სამი სიტყვით. გოგა არის კეთილი, გოგა არის იუმორის გრძნობით სავზე ადამიანი. ანუ იუმორინა და გოგა არის სიყვარული. გოგა არის ჩემი ძმაკაცი, ჩემი ძმა. სამი სიტყვით უნდა კაი, შრომის მოყვარე, დაუზარელი, ერთადერთი ცუდი რაც აქვს არის ეს კონტენტის კეთება. გამოჩიკე შრომის მოყვარე. გოგა ყოფილა შრომის მოყვარე. ამოწოლილ მომდა დავასრულო ეს ვიდეო მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ვინც არხი გამოიწერეთ. სარისხილაკი გააქტიურეთ, მოკლედ დამეხმარეთ განვითარებაში. საკმაოდ კარგი დღე გამოვიდა, სანახაობრივი მატჩი იყო, ფანზონაც ჩვენიერი იყო. ცოტა მეტი გულშემატკივარი ყოფილიყო, კაი იქნებოდა, მაგრამ მგონია რომ მაინც შედგა. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა ჩემს სპონსორებს, მადლობა Urban Sports, გვერდში დგომისთვის, მადლობა Krokos რომ ქართულ სპორტს გვერდში უდგას და შესაბამისად მეც მიწევს ჩემი წვლილი შეტანა ამ ყველაფერში და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.